მოგესალმებით, მეგობრებო. დღეიდან ვიწყებ შეხვედრების სერიას. მოკლედ გადავწყვიტე, რომ ჩვენი ზაფხული გავხადო ძალიან არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინტერესო, სიმართლე გითხრათ, მე თვითონ ძალიან მაინტერესებს ეს თემა და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ყველაფერ იმას, რასაც აღმოვაჩენ აი ამ საოცარ დარგთან დაკავშირებით და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, ინტერესისთვის. სიმართლე გითხრათ, დღეს არის აი ამ სერიის პირველი შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ცოტა კიდევ უფრო გამოკრისტალდება, ვთქვათ, ის თემები და ინტერესის საგნები, რომელიც აქტუალური იქნება და რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდეგ შეხვედრებზე. აი ამ სერიაში, რომელსაც დავარქვი ადამიანი და არქიტექტურა, შევა 5 შეხვედრა. და მიეძღვნება მოკლედ სახვითი ხელოვნების ისეთ მნიშვნელოვან დარგს, როგორიც არის არქიტექტურა, მშენებლობა, ხო? შენების პროცესი, ზოგადად ყველაფერი, რასაც მოიაზრებს არქიტექტურა. ყველად არ დავარქვი ამ შეხვედრების სერიას ადამიანი და არქიტექტურა, იმიტომ რომ არ არსებობს არქიტექტურა ადამიანის გარეშე. ანუ რატომ ავირჩიე საერთოდ ეს თემა? მოდი შევთანხმდეთ, მეგობრებო, რომ განსხვავებით ფერწერისგან, გრაფიკისგან, ქანდაკებისგან, არქიტექტურის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არის ცოტა უფრო განსხვავებული. უფრო მეტად მოწიწებულები ვართ, ხო? არქიტექტურის მიმართ, ესე რომ ვთქვათ, თქვენობით ველაპარაკებით. რამდენიმე მიზეზის გამო. და საერთოდ ზოგადად ჩემი დაკვირვებით, როდესაც აი რაღაცას არ აქვს მნიშვნელობა ეს სახვითი ხელოვნების დარგია, ფილოსოფია თუ რაიმე სხვა, როდესაც რაიმეს ველაპარაკებით თქვენობით, ხო? ცოტა გვიჭირს ხოლმე ისი ენის გაგება. ესე იგი, მე დარწმუნებული ვარ, რომ სახვითი ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის მაშინაც კი, როდესაც ის არ იცნობს თქვათ ამ სფეროს, გაცილებით ადვილი არის ფერწერულ ტილოზე საუბარი, ვიდრე არქიტექტურაზე. ანუ ერთ-ერთი მიზეზი ამისა ვფიქრობ არის ის, რომ არქიტექტურას ვუყურავთ ქვემოდან, ანუ პირდაპირი გაგებითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც. აა და მოკლედ აი ახლა რასაც ვლაპარაკობ, არ მინდა იფიქროთ, რომ რაღაცა შესავალი სიტყვის შესალამაზებელ ტექსტად მაქვს მოყვანილი, გულწრფელად ვამბობ, ანუ მთელი ჩემი საქმიანობა ბოლო 3 წლის თუ 5 წლის განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვისწავლოთ ხელოვნების და ნუ ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული სერიის ფარგლებში არქიტექტურის გამოყენება. ხელოვნების გამოყენება. ანუ ამ სიტყვას სპეციალურად ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვნებაც, ფილოსოფიაც, რელიგიაც, ყველაფერი ემსახურება ადამიანს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი გამოყენება, აი როგორც მაგალითად არ ვიცი, საჭმელს მივირთმევთ ხო, ან საცმელს ვიცვამთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის არის შექმნილი და როგორც აღნიშნე, ესე იგი არქიტექტურასთანაც მინდა რომ გავარღვიოთ აი ეს საზღვრები. და განსაკუთრებით აი ეს უკანასკნელი პირდაპირ დაკავშირებული არის ადამიანის ცხოვრებასთან, ის მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე ესთეტიკურ, ესე სულიერ ასპექტებს, ხო? გულისხმობ არქიტექტურას. სანამ უშუალოდ გადავალ ფილიპო ბრუნელესკიზე, მინდა ზოგადად შევეხო არქიტექტურას, ნუ, განვარტოთ, თქვათ რა არის ის. არქიტექტურა, რომელიც თვითონ სიტყვა, ესე იგი, საკმაოდ გვიან დამკვიდრდა, არის ინჟინერიისა და ხელოვნების დისციპლინა, რომელიც მოიცავს შენობების დაგეგმვას, დიზაინს, მშენებლობას და ის ემსახურება ადამიანის საჭიროებებს. შესაბამისად, რადგან ემსახურება საჭიროებებს, მას განასხვავებენ ფუნქციების მიხედვით. თვითონ სიტყვა მომდინარეობს ბერძნულიდან, არჩი ნიშნავს მთავარს და ტექტ ნიშნავს მშენებელს. და ახლა ერთი-ორი სიტყვით შევეხოთ უშუალოდ ფუნქციებსაც. ესე იგი, როგორც აღნიშნე, არქიტექტურას ყოფენ ფუნქციების მიხედვით, ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი არქიტექტურა, რომელიც კონცენტრირებულია
საცხოვრებელი სახლების დიზაინზე და მშენებლობაზე და აქ ალბათ აი მთლიანად ადამიანზე არის ხო ამ შემთხვევაში მორგებული ჩვენს კომფორტზე და აი ვისაუბრებ შემდეგ ვთქვათ რა კომფორტს ეძებს ადამიანი არქიტექტურაში შემდეგ საზოგადოებრივი არქიტექტურა მოიცავს საზოგადოებრივი მოხმარებისთვის განკუთვნილ შენობებს როგორც არის სკოლები, საავადმყოფოები, სამთავრობო ობიექტები საკულტო არქიტექტურა გასაგები არის ხო? ესე იგი ტაძრები, სულიერი მნიშვნელობის მქონე ადგილები, თავდაცვითი ან საფორტიფიკაციო არქიტექტურა, ის მოიცავს ციხესიმაგრეებს, გალავნებს, მაგალითად, აი ჩინეთის დიდი კედელი არის საფორტიფიკაციო არქიტექტურის ნიმუში. მასში შედის სამხედრო დანიშნულების ობიექტებიც, სამრეწველო არქიტექტურა, ქარხნები, საწყობები, სხვათა შორის, როდესაც თავის დროზე როცა გავიაზრე, ეს საწყობიც კი, თქვათ რაღაც თავისი ადგილი აქვს, ხო, საწყობსაც, ანუ მას აქვს ის მიეკუთვნება სამრეწველო არქიტექტურას. გთხოვთ, მიკროფონი გათიშეთ, ვიღაცას ჩართული აქვს მიკროფონი. ლანდშაფტური ან საპარკო არქიტექტურა ის მოიცავს თქვათ გარესივრცეების დიზაინს, დაგეგმარებას, პარკები, ბაღები, ესე იგი ის ემსახურება ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობას, ხო? და ურბანისტიკა, რომელიც უშუალოდ ფოკუსირებული არის ურბანული სივრცეების ორგანიზებაზე და დიზაინზე, ინფრასტრუქტურაზე, ქალაქების შენებაზე. ხო, ხათ შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნე, რომ აი სივრცეების ორგანიზება. ანუ მინდა რომ რაღაცა გარკვეული სიტყვებით დავემკვიდროთ, ხო, ჩვენს ლექსიკონში. აი ესე იგი არქიტექტურა როგორც სივრცის ორგანიზების ხელოვნება ძალიან საინტერესო არის, ხო? იმიტომ რომ აი ეს უკვე გარკვეულ რაღაც ახალ ასპექტს გვაძლევს ცნობიერებაში. ვთქვათ, რა არის არქიტექტურა? იმიტომ რომ ხშირად არქიტექტურა მიაჩნიათ, რომ ვთქვათ, ეს არის რაღაცა ორნამენტი არის, ხო? ხო, მაგრამ ესე არ არის. ესე იგი, არქიტექტურას აქვს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, რა თვალსაზრისით. ესე იგი, როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ სხვადასხვა ადგილს, მაგალითად, ქალაქს, ხო? იცით, თან მინდა რომ არ ვიფიქროთ, რომ აი რაღაცა არქიტექტურაზე როცა ვსაუბრობთ, მაინც და მაინც ქალაქზე ვსაუბრობთ. ჩვენ შეიძლება ვესტუმროთ აი იმ კონკრეტულ ქალაქში სხვადასხვა უბანს, ხო? აი კონკრეტულ უბანსაც კი თავისი არქიტექტურა ექნება, თავისი ხასიათი ექნება და ესე იგი, როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ მაგალითად სხვადასხვა ქალაქს, არაფერი ისე არ ავლენს მის ხასიათს, ადგილის ხასიათს, პრიორიტეტებს, კულტურულ პრიორიტეტებს, ხო? და ძალიან ბევრ რამეს, ერის ხასიათსაც კი. როგორც არქიტექტურას, იგი როცა ჩვენ ვსტუმრობთ ახალ ადგილს, ანუ პირველი შეგრძნება, რითიც აღვქვამთ აი ქვეყანას, ქალაქს და ასე შემდეგ, არის სწორედ შენობები. სულ ამბობ ხოლმე, ჩვენ ხო არავის არ ვაჩერებთ ესე ქუჩაში და ვეკითხებ, უკაცრავად ეს შენობა როდის აიგო, ჩვენ ამ კითხვას არ ვსვამთ. ანუ პირველივე რითიც ჩვენ ვგრძნობთ ქალაქის ხასიათს, ეს არის არქიტექტურა. აი მეორე სიტყვა, რომელიც ასევე მინდა რომ შემოვიტანო, ესე იგი, ჩვენ არქიტექტურით ვგრძნობთ. რატომ ვსვამ ამ სიტყვებს ხაზს? იმიტომ რომ ხშირად გონია რომ რადგან ეს არის ქვების ხელოვნება და რაღაცა კონსტრუქციების და ასე შემდეგ, რაღაცა ისეთი არა. ის პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს სულიერ სამყაროსთან და ჩვენს შეგრძნებებთან და მოკლედ გაუსვამ აუცილებლად ამ სიტყვას ხაზს, ხო, შეგრძნებას. ჩვენ არქიტექტურის მიხედვით ხვდებით, აი მაგალითად ეს ქალაქი თანამედროვეა თუ არ არის თანამედროვე, ეს ქალაქი მდიდარია თუ ღარიბია, ხო? ნუ ეკონომიკაც კი ჩანს, ეკონომიკური განვითარების დონეც კი ჩანს ქალაქის მიხედვით. აი სხვათა შორის, ჩვენ ბოლო პერიოდის პირადი მაგალითით მინდა მოგიყვანოთ, აღმოვაჩინე, რომ თურმე შეიძლება მივხვდე არქიტექტურის მიხედვით, მივხვდე ამ ქალაქში ხელოვნების მნიშვნელობა რამდენად დიდია. ეხლა ზუსტად არ დავასახელებ, რომელი
რომ ქვეყანაში მოგზაურე, ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც შემოვედი თბილისში, რომელიც, ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, იმდენად მაქვს თვალი მიჩვეული თბილისზე, რომ მართლა როგორ გითხრათ, ესე ვთქვათ, მომიბლაგდა, ხო? შეგრძნება თბილისის. აღმოაჩინე, რომ ჩვენი ქალაქი სწორედ არის ისეთი ქალაქი, სადაც ძალიან უყვართ ხელოვნება და ეს არქიტექტურაში ჩანს. ამაში არ ეგულისხმება მხოლოდ აი მაგალითად ეს ფერადი აივნები. ზოგადად, ესე იგი, ღამე იყო, როდესაც შემოვედი, ხო? და აღმოვაჩინე, რომ ესე იგი, განათებებიც კი ისე არის თბილისში განლაგებული. ხო, აი, თქვათ შენობებზე, როგორ აქვთ ეს განათების სისტემა, ქუჩები როგორ არის განათებული. ანუ ყველგან ჩანს გარკვეული ჰარმონია, წესრიგი, მიუხედავად იმისა, რომ მეც იმ ადამიანების რიცხვს მეეკუთვნები, რომელიც ძალიან ღელავს თბილისის აი, განაშენიანების პრობლემაზე და აი ამ უკონტროლო მშენებლობებზე და ასე შემდეგ, რაც ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, მაინც აღმოვაჩინე, რომ ძალიან ლამაზი ქალაქია თბილისი. სადაც, აი როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი ასპექტი, რაც ჩანს, არის ის, რომ ჩვენ გვიყვარს ხელოვნება, ანუ ჩვენს კულტურაში ხელოვნების მნიშვნელობა არის მაღალი. და ეს ძალიან გამიხარდა. იმიტომ რომ იმ ქალაქში, სადაც ვიყავი, იქ არ იყო საერთოდ ეს ასპექტი. გაცილებით უფრო მკაცრი იყო ის ქალაქი და უცებ მივხვდი რომ როგორი თავისუფალია თბილისი, როგორი ფერადია, როგორი განათებულია, როგორი ესეთი წესრიგი, ჰარმონია, ყველაფერი იგრძნობა, ხო? ეხლა ეს არის ფოტო, რომელსაც ხშირად ვაჩვენებ ხოლმე, როცა არქიტექტურაზე ვსაუბრობ. ნუ ერთ-ერთი ფრაგმენტია, რა თქმა უნდა, თბილისის, მაგრამ ანუ ისეთი ყველაზე უფრო ცნობილი ხო, ცნობილი უბანი. და აი რას გვიყვება, მაგალითად, თუნდაც ეს ერთი პატარა ფრაგმენტი თბილისის შესახებ. ანუ რას ვხედავთ? ვხედავთ ბორცვებზე განლაგებულ შენობებს, რომლებიც არის ფერადი, ხო, აუცილებლად მოგხვდება თვალში ფერები, ღია აივნები, მოგხვდება თვალში ის, რომ აქ არის წარსულიც, აწმყოც, ხო? ანუ რას გულისხმობ, ნახეთ, ძალიან კარგად ჩანს ის, რომ მაგალითად ჩვენ მივყვებით ბუნებას. მაგალითად, მაგალითად, ბევრი ქალაქი ძალიან ესეთ ბრტყელ მოედანზე არის, ხო, გაშენებული, ვიცით. ჩვენი არქიტექტურა პირდაპირ მორგებული არის, ბუნებრივად მორგებული არის ლანდშაფტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. კიდევ აი ეს ღია აივნები, გასაგებია რომ ვთქვათ მე-19 საუკუნეში გაჩნდა ასეთი არქიტექტურა თბილისური, მაგრამ მაინც რაზე მიუთითებს ღია აივნები? იმაზე, რომ ამ ქალაქში უყვართ ურთიერთობები, ხო? იმიტომ რომ ალბათ ვერ წარმოგვიდგენია საქართველოს ზოგადად აი ამ ურთიერთობების, გადაძახილების, ესე ბრწყალებში რო ვთქვათ ჭორაობის, ხო? ცუდი გაგებით არ ვამბობ, გარეშე, ხო? აი ამ ლაპარაკის გარეშე და ამისთვის საჭიროა ღია სივრცე, გადაძახილი, გადუძახილი, დაპატიჟება, ხო, ადამიანების. ანუ აი თვითონ ქალაქი რაღაცნაირად გეპატიჟება. აი როცა შემოვედი, როგორც გითხარით, აი იმ ქალაქიდან, როცა შემოვედი თბილისში, აი მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ღია სივრცე გვაქვს. აი ღია არის თვითონ თბილისი, ანუ გულღია, როგორც შეგვიძლია ესე ვთქვათ, ხო? ასევე აქ ჩანს ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ვთქვათ, რელიგიური პრიორიტეტები, ხო, ქრისტიანობა, რაღაცა ტაძარი ჩანს, შემაღლებულ ადგილას, საფორტიფიკაციო ნაგებობა, ხო, ეს კედელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვიწევდა, ხო, ვთქვათ, თავდაცვა, ან ძალიან ბევრ რამეზე გველაპარაკება სინამდვილეში. ამიტომ ეს არ არის უბრალოდ ქვების გროვები და ეს არ არის უბრალოდ შეღებილი კედლები. ეს არის ისტორია. გარდა ამისა, ძალიან ბუნებრივად თან არსებობს ერთმანეთთან წარსულიც და აი ეს თანამედროვე მოდერნისტული შენობებიც, ხო? ანუ არ უშლის ერთმანეთს. აი კონფლიქტი არ არის, ასე რომ ვთქვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ კულტურაში არ არის კონფლიქტი, ხო? თქვათ, თანამედროვეობასა და წარსულს შორის. ნუ მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში და გონია რომ ეს რაღაცა ჩვენს პლუსზე მიუთითებს, ხო? კიდევ ის რომ აქ გვაქვს თქვათ როგორც ქრისტიანული ტაძარი, ასევე მეჩეთი, იქ სადღაც სინაგოგა, ხო? ტოლერანტულობა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის ქალაქი. და როგორც აღნიშნა ის სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემი
აი არქიტექტურის სერიას ადამიანი და არქიტექტურა, იმიტომ რომ არქიტექტურა არის ადამიანი და არქიტექტურა არის ადამიანისთვის. აა მოკლედ, თუ უფრო სიღრმეში წავალთ არქიტექტურასთან მიმართებაში, გაგიზარდეთ ერთ საინტერესო აზრს, ესე იგი, რამდენიმე კვირის წინ ვუყურებდი რაღაც გადაცემას არქიტექტურასთან დაკავშირებით და იქ გაჟღერდა ესეთი ფრაზა, რომ რა არის ხო არქიტექტურა? ნუ არ ვციტირებ, შინაარს გადმოვცემ უბრალოდ, ესე იგი, იმის შემდეგ, რაც ადამიანი ტოვებს დედის მუცელს, სადაც ის ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს, აი ამ კომფორტის ძიება შემდეგ უკვე ხდება სად? არქიტექტურაში, შენობაში. ხო? ძალიან საინტერესო მოსაზრება არის ჩემი აზრით და ესეთი ჩასაფიქრებელი არის ნამდვილად, ხო? ანუ მართლაც ესე არის, ანუ ყოველთვის ეძებ აი რაღაცა გადახურულ სივრცეს, სადაც თავს იგრძნობ ძალიან კომფორტულად და აი მართლა სიღრმეში თუ წავალთ, შეგვიძლია ეს სიმბოლოც მოვიშველიოთ. სწორედ აი ამიტომ არასდროს არ უნდა ვუყუროთ მას ქვემოდან, დისტანციიდან, როგორც აღნიშნე, არ უნდა ველაპარაკოთ თქვენობით, რასაც არ უნდა ემსახურებოდეს ის. თუნდაც საკულტო დანიშნულების შენობა რომ ავიღოთ, თქვათ როგორიც არის ტაძარი, ისიც ემსახურება ადამიანის სულიერ საჭიროებებს. ამ სიტყვასაც ხაზს გაუსვამ საჭიროებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არქიტექტურისა ეს არის ბუნებასთან მიმართება. საერთოდ რა არის არქიტექტურა? ნახეთ, ესე იგი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, ხო? და საიდან მოდის ეს ბუნებიდან, რა თქმა უნდა, ესე იგი ჰორიზონტალური ხაზი არის ჰორიზონტის პარალელური ხაზი. რაც შეეხება არქიტექტურის ვერტიკალურ ხაზს, მინდა გითხრათ, რომ აი ამ ვერტიკალური ხაზის ვექტორი ემთხვევა მიზიდულობის ძალის ვექტორს. ანუ არქიტექტურა ყოველთვის ითვალისწინებს ბუნებას. მაგიტო აღნიშნე ზემოთაც, რომ ის არასდროს არ არის მხოლოდ ერთი პატარა ორნამენტი. ეს არის დამატებითი ასპექტი მისი. აა ესე იგი, სინამდვილეში მნიშვნელოვანი არის არა კედელი, არამედ სივრცე, რომელიც აი ამ კედლებს შორის არის მოქცეული, ხო? აი სწორედ ეს არის ადამიანისთვის განკუთვნილი. აა თუმცა, როცა ვსაუბრობ თქვათ არქიტექტურულ დეკორზე, რა თქმა უნდა, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის როგორც აღნიშნე, აი დამატებითი რაღაცა ენერგია, შთაგონება, რომელიც რაღაცა კიდევ უფრო ახალ საფეხურზე რომელსაც კიდევ უფრო ახალ საფეხურზე აყავს, ხო, ეს ქვების ხელოვნება. მაგალითად რომ მოგიყვანოთ, ჩემთვის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო რომში მოგზაურობა, მოგეხსენებათ ახლა რომი და არქიტექტურა. ფაქტობრივად რა არ ვიცი, წამყვანი დარგი არის, ხო, ამ ქალაქის და ესე იგი მახსოვს რომ როდესაც ვნახულობდი აი ამ შენობებს ყოველი ახალი შენობის და ახალი დეკორის, ახალი ორნამენტის ნახვის შემდეგ სულ მინდებოდა რომ მეც რაღაცა გამეკეთებინა. აა თავს გრძნობდი უფრო ეს როგორ გითხრათ ძალიან განსხვავებულ ანუ ვერ ვიტყვი რომ განსხვავებულ ადამიანად, მაგრამ აი რაღაცა შემოქმედებით იმპულსებს მიღვიძებდა, მოკლედ, აი ამის თქმა მინდა. და საერთოდაც ამას მოვაყოლებ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ანუ არქიტექტურა ქმნის გარემოს, რომელიც შემდეგ პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, ხო? დამიჯერეთ, რომ გაცილებით სხვანაირად ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მაგალითად გამოდის გარეთ და რაღაცა საბჭოთა დანგრეული უსახური შენობები აქვს გარშემო, ხო? ანუ მისი აღქმა, მისი შთაგონება, თუნდაც მისი დღის წესრიგსაც კი განსაზღვრავს ეს, ხო? აი როგორ ატმოსფეროში ცხოვრობ. ვიდრე თუნდაც იგივე რო ავიღოთ რომი, ფლორენცია, ხო? და ასე შემდეგ. ანუ იქ აი უბრალოდ რომში მოგზაურობის შემდეგ ვამბობდი, რომ აი არ გაძლევს საშუალებას ქალაქი, რომ თავი იგრძნო ჩვეულებრივ ადამიანად. იმდანაც ლამაზია, იმდანაც ყველა ფანჯრიდან, ყველა რაღაცა ჭუჭრუტანიდან მშვენიერება მოჩანს, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ცნობიერებაზე და ჩვენს ცხოვრებაზე. აი ჩვენს ყველაზე რაღაცა პრაქტიკულ ცხოვრებაზე მართლაც. მოკლედ.
და რაც შეეხება თქვათ არქიტექტურისა და ბუნების მიმართებას, როდესაც მივდივართ ქუჩაში, ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით თბილისში, რომელიც საკმაოდ მწვანე ქალაქია ჩვენ და საბედნიეროდ, რაც ასევე მიმაჩნია ჩვენს ერთ-ერთ ძალიან დიდ პლუსად. აა როგორ გითხრათ, სუნთქავს ხო ქალაქი. როდესაც მიდიხართ ქუჩაში და როდესაც უყურებთ თქვათ აი ამ შენობებს, რომლის წინაც ხეები არის, ეს მწვანე ხეები არის ამოზრდილი, ну თუნდაც ფოთოლგაცვენილი არ აქვს მნიშვნელობა. აი არქიტექტურა იმდენად ჰარმონიულად და ორგანულად ეწერება ბუნებაში, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს განცდა, რომ თქვათ ის არის ხე და ის არის ქვა, ხო? აი თითქოს რაღაც ერთი ორგანიზმის ნაწილი არის ორივე. ამიტომ, როდესაც საუბრობთ არქიტექტურაზე, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მოკლედ მის ბუნებასთან მიმართებაზე. ეხლა გადავალ უშუალოდ ბრუნელესკიზე, ხო? მაგრამ სანამ ბრუნელესკიზე გადავალ, კონკრეტულად ადამიანზე, ცოტა ვისაუბროთ თვითონ ქალაქზე, რომელშიც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ეს არის ფლორენცია. ეხლა მეგობრებო, ფლორენცია ეს არის ეს ქალაქი მდებარეობს ტოსკანაში, აი ამ რეგიონში, ვაი, ტოსკანაში. და სხვა შორის თვითონ იტალიელები ფირენცეს უწოდებენ აი ამ ქალაქს. აა, და ის ითვლება ფლორენციის პროვინციის დედაქალაქად. ჩვენთვის ფლორენცია ასოცირდება რასთან? რენესანსულ ხელოვნებასთან, მშვენიერებასთან, დახვეწილ არქიტექტურულ ფორმებთან, ქანდაკებებთან, მიქელანჯელოს დავითთან, ხო? აი ამ უმშვენიერეს ინკრუსტაციულ სტილთან, არქიტექტურულ სტილთან, რომელიც არის აი ამ ქალაქში, თუმცა თქვათ ფლორენცია, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, არის ცოტა განსხვავებული. ცოტა კი არა, კარგად განსხვავებული აქედან, იმიტომ რომ ფილიპო ბრუნელესკის პერიოდის ფლორენცია იყო შუა საუკუნეების ქალაქი. ანუ აი ის სურათი, რომელიც ჩვენ გვაქვს თავში, როცა ვსაუბრობთ ფლორენციაზე, განსხვავებული არის, მოკლედ, ბრუნელესკის პერიოდის ფლორენციისგან. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფლორენციის არქიტექტურული სილუეტი, აი კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც ხაზ გაუსვამ, ხო? იმიტომ რომ ყველა ქალაქს აქვს თავისი არქიტექტურული სილუეტი. აი ჩვენ ნახავთ ახლა როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ესე იგი, ეს არის ფლორენციის გერბი, რომელზეც არის შროშანი გამოსახული და ვისაუბრებთ ამაზეც აუცილებლად. ესე იგი, როგორც აღვნიშნე, ეს არის თანამედროვე ფოტო, ხო? და ისტორიად ასეთი არის ის ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ შუა საუკუნეების ფლორენცია არ იყო ესეთი ჰორიზონტალური, პირიქით ძალიან ესეთი ვერტიკალური იყო და ძალიან ძალიან მჭიდროდ იყო სახლები განლაგებული ერთმანეთთან. ფლორენცია მე-15 საუკუნის დასაწყისში იყო სამმაგი კედლით შემოსაზღვრული, ასე იგი, როგორც აღნიშნე, ეს იყო საფორტიფიკაციო ნაგებობა, ხო? რომელშიც იყო ძალიან მაღალი შენობები. აი ეს არის მაგალითად 1352 წლის ფრესკა, სადაც ჩვენ ხედავთ ფლორენციის ხედს და როგორც ხედავთ, აი ზემოთ მიდის, ხო, შენობები. ანუ ძალიან ისეთი ვერტიკალურია, ძალიან მჭიდროდ არის სახლები ერთმანეთთან. ხედავთ აი ამ სანტა მარია დელ ფიეროს ტაძარს, ბაპტისტერიუმს, ოღონდ აქ გუმბათი არ აქვს. და ესე იგი, აქ იდგა შენობები, ძირითადად დამახასიათებელი იყო ეს მაღალი კოშკები, რომელიც იყო მონოლითური, ესე იგი, მონოლითური ნიშნავს ერთიანი მასალისგან, ну, ამ შემთხვევაში ქვისგან გამოთლილ კოშკებს და ესე იგი, როგორც აღვნიშნე, შემდეგ ფლორენციის არქიტექტურული სილუეტი შეიცვალა, ხო? გარკვეული, მოკლედ, აი ის სიმჭიდროვე, რომელიც ახასიათებდა მას, შეცვალეს.
გარკვეული შენობები დაინგრა და კიდევ უფრო გათავისუფლდა სივრცე, რომელიც სხვათა შორის აი იმ პერიოდის მოაზროვნეების გადასახედიდან სწორედაც რომ აი თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, ხო? ანუ თავისუფალი სივრცე ასოცირდებოდა თავისუფლებასთან. აა მე-15 საუკუნის დასაწყისში ფლორენციაში ეს არის უკვე გვიანი პერიოდის ჩანახატი, სადაც უკვე ხედავთ დასრულებულ მთავარ ტაძარს. აა მე-15 საუკუნის ფლორენციაში აი ამ ბაპტისტერიუმთან ერთად მნიშვნელოვან არქიტექტურულ სიმბოლოთა შორის იყო პალაცო დელა სინიორია. აი ეს შენობა, რომელიც არ მოვიტანე სპეციალურად თანამედროვე ფოტოები, იმიტომ რომ მე მირჩენია, რომ აი ეს ძველი წყაროები მოვიტანო, რომ ასე თუ ისე აღვიქვათ, ხო? როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ეს არის, როგორც აღნიშნე, პალაცო დელა სინიორია. ეს იყო ქალაქის პოლიტიკური ძალაუფლების სიმბოლო და ის იყო ხელისუფლების რეზიდენცია. რომელიც როგორც ვიცით არის დღესაც ესე იგი ძალიან მასიური, მკაცრი ფორმის, მას თან აქვს აი ეს მაღალი კოშკი და ის გამოხატავს ფლორენციის, ну, გამოხატავდა ფლორენციის რესპუბლიკური მმართველობის ძლიერებას. მოკლედ, აი აქ ამ შენობაში წყდებოდა ხოლმე ფლორენციის პოლიტიკური ბედი. აა ეს არის სურათი, სადაც ჩვენ ვხედავთ ჯიროლამო სავონაროლას ცოცხლად დაწვის სცენას. ესე იგი, აი ეს სცენაც, მოკლედ სავონაროლა სწორედ აი ამ მოედანზე, პალაცო დელა სინიორის მოედანზე დაწვის ცოცხლად. გაგახსენებთ, რომ სავონაროლა იყო ფანატიკოსი დომენიკე ბერი, რომელიც მოწინააღმდეგე იყო მედიჩების მმართველობის და ყველაფერი, რაც მათ სახელს უკავშირდებოდა, მისთვის იყო გარყვნილების და ეშმაკისეული სიმბოლო და სხვათა შორის ძალიან ბევრი ფლორენციელი გადაიბირა და გააძევა მედიჩები ფლორენციიდან და სხვათა შორის ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი მოყვა ამას, მაგალითად სანდრო ბოტიჩელიმაც კი დაწვა თავისი ნამუშევრები აი ამ პერიოდში. თუმცა საბოლოოდ, მოკლედ, მედიჩებმა მისი დამარცხება მოახერხეს და სავონაროლა აი ამ პალაცო დელა სინიორის მოედანზე ცოცხლად დაწვეს. სამწუხაროა, მაგრამ ესე არის. აა ხო, გავაგრძელოთ. ცოტას ვისაუბრებ თვითონ ფლორენციაზე, ამიტომ დავუბრუნდები ფლორენციის ესეთ ერთ-ერთ ხედს. მ რაც შეეხება თვითონ სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარს, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ხო, ცენტრში თავისი უმშვენიერესი გრანდიოზული გუმბათით, ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ გამხდარა ქალაქის ვიზუალური ნაწილი. ესე იგი, სანამ მას ბოლომდე არ ჩამოეხსნა ხარაჩოები, ქსოვილი, ხო? მანამდე ფლორენციელები ამას მის მნიშვნელობას ვერ აღიქვამდნენ. სანამ ესე იგი ბოლომდე არ დაინახეს, ხო ის? და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ამ გუმბათის მშენებლობა 15 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. ანუ, ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რატო უსვამ ამას ხაზს, ესე იგი, ის ხედი ფლორენციისა, რომელიც ჩვენ ცნობიერებაში არსებობს, სრულიად განსხვავდებოდა იმ პერიოდის ფლორენციელთა აღქმისგან, ხო? აა უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ბრუნელესკის პერიოდის ფლორენცია გამოირჩეოდა სისუფთავით. ესე იგი, აქ ეს იყო ვიწრო ქუჩების და ვიწრო ქუჩებიანი ქალაქი, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ქალაქად ევროპაში, რადგან ძალიან ბევრ სახლს ჰქონდა ჭა და მოკლედ იქ ჩაედინებოდა ეს ნარჩენები. ზოგიერთ წარჩინებულ მოქალაქეს თავისი პატარა ასეთი კანალიზაციაც ჰქონდა, მაგრამ ამასთან უნდა აღინიშნოს და ამით ამაყობდნენ ფლორენციელები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქს არ ჰქონდა ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა, რაც იწვევდა ძალიან მძაფრ სუნს. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო სუფთა ქალაქი, მაგრამ საკმაოდ მძაფრი სუნით. საინტერესო არის, ხო? და ასევე ის სიმჭიდროვეც, რომელიც აღნიშნე, რომელსაც ქმნიდა ეს შენობები, ვთქვათ,
არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ქალაქამდე რაღაცა მზის ხივსაც კი მიეღწია და სხვათა შორის, ესე იგი, წყაროებზე დაყრდნობით, ზოგიერთი ქუჩა იმდენად ვიწრო იყო, რომ ორ ადამიანს გვერდის აქცევაც კი უჭირდათ ხოლმე. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ბრუნელესკიზე, ხო? ფლორენციის მთავარ არქიტექტორზე. აა მოკლედ, ფილიპო ბრუნელესკი დაიბადა 1377 წელს. აი, ამავე ქალაქში. და ჩვენ მას ვიცნობთ როგორც არქიტექტორს, მაგრამ თავდაპირველად ის მუშაობდა როგორც ოქრომჭედელი. რადგან ოქრომჭედლის ხელობა ითვლებოდა ყველაზე რთულ პროფესიად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის ითხოვდა მრავალ მხრივ მომზადებას. ოქრომჭედელს უნდა სცოდნოდა არა მხოლოდ ვთქვათ პრაქტიკული ოსტატობა, არამედ მათემატიკის ცოდნა, მექანიკის საფუძვლები და ასე შემდეგ. და ასე ბრუნელესკი სწორედ ოქრომჭედლობიდან მოვიდა არქიტექტურაში, ხო? და სხვათა შორის ამას ახლავს ძალიან კონკრეტული ფაქტიც, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. აა რაც შეეხება თვითონ ბრუნელესკის, მან საფუძველი დაუდო ახალ არქიტექტურას. ახალ არქიტექტურულ აზროვნებას. როგორც გითხარით, აი თვითონ სიტყვა არქიტექტორიც სწორედ აი ამ პერიოდში დამკვიდრდა და აი ჩვენთვის ახლა უკვე წარმოუდგენელი არის, ხო, მშენებლობა მეთვალყურის გარეშე, ხო? ბრუნელესკი იყო პირველი, ესე ვთქვათ, რომელმაც აი ეს პროფესია შემოიტანა. ის უშუალოდ კურირებდა მშენებლობის პროცესს. აა მოკლედ, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. აა ესე იგი, არქიტექტორი, როგორც აღნიშნე, ამ შემთხვევაში ბრუნელესკი, აა პასუხისმგებელი იყო ინჟინრულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე და ესე იგი, როგორც აღნიშნე, უნდა ცოდნოდა როგორ გაეკეთებინა, ვთქვათ, ნახაზები, მოდელები, მათემატიკურად როგორ გამოეთვალა კონსტრუქციის სიმტკიცე, უნდა ეზრუნა მასალის რაოდენობაზე, ასევე სიმტკიცეზე, ხასიათზე, ხო? უნდა შეერჩია ეს ყველაფერი. მოკლედ, აი ეს არქიტექტურული ეს მრავალმხრივობა სწორედ დაკავშირებული არის ფილიპო ბრუნელესკის სახელთან. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილიპო ბრუნელესკის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც არქიტექტორს და ანუ ახლა გითხარით, რომ ის იყო ოქრომჭედელიც, ძალიან საინტერესო ესეთი ფაქტები ახლავს ბიოგრაფიაში. მის ბიოგრაფიაში არის მოყვანილი ესეთი ფაქტები, ამბები, როგორ ახდენდა ის არა მხოლოდ შენობების კონსტრუირებას, არამედ ამბების. მოკლედ, დადგამდა რაღაცა ამბავს და ჩართავდა ამაში რეალურ ადამიანებს და შემდეგ მოვლენების განვითარებას უყურებდა ძალიან დიდი ხალისით გვერდიდან. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ჰქონდა მე ძალიან მიყვარს, როდესაც კინემატოგრაფიული აზროვნება ჩნდება ხოლმე იცი ზოგიერთმა თქვენგანმა ჩნდება ხოლმე ხელოვნებაში, ხო? ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამას აკეთებდა რეჟისორის თვალით, ხო? ესე იგი, ბრუნელესკის ინტერესი სივრცის ორგანიზების მიმართ ვლინდებოდა არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი უბრალოდ თამაშებშიც კი. აა 1398 წელს ბრუნელესკი გაწევრიანდა აბრეშუმის და ოქრომჭედლობის გილდიაში, რომლის წევრებიც იყვნენ აბრეშუმის ქსოვილების მწარმოებლები და ოქროს და ვერცხლის ძარღვების ოსტატები. სხვათა შორის იმ პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი ამ გილდიებს, ეს იყო პროფესიული კავშირები, რომლებიც სხვათა შორის ძალიან დიდ გავლენას ახდენდნენ ქალაქის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაზეც. აი მაგალითად, სინიორიაში გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა ვერავინ თუ ის არ იყო რომელიმე გილდიის წევრი, ხო? და ერთ-ერთი გილდიის წევრი იყო ბრუნელის. მოგვიანებით მან რაღაცა გადასახადები არ გადაიხადა და დაიჭირეს კიდევაც ამის გამო. და სწორედ აი ამ პერიოდში ის დაუმეგობრდა ლორენცო გიბერტის. ესე იგი, მოდი ამასაც გავუსვათ ხაზი, რომ ისინი არიან ახალგაზრდები ამ დროს, იმიტომ რომ ჩვენამდე რაც არის მოღწეული, თქვათ ეს ვიზუალური მასალა, ხო, მათი გარეგნობის შესახებ უფრო ეს ასაკიან ადამიანებს წარმოგვიდგენს ხოლმე, მაგრამ ამ დროს ისინი არიან ძალიან ახალგაზრდები. თავდაპირველად ლორენცო გიბერტი და ბრუნელესკი იყვნენ მეგობრები.
თუმცა საბოლოოდ ისინი გახდნენ კონკურენტები, ხო? ასე იგი, მთავარი ლორენცო გიბერტის მოგვიანებით იქცა ბრუნელესკის მთავარ მეტოქედ. ჩვენ ვიცით ლორენცო გიბერტის შესანიშნავი ხელოვნების შესახებ, განსაკუთრებით სანტა მარია დელ ფიორეს ბაპტისტერიუმის კარი, ხო? სადაც ის ბიბლიურ სცენებს ჭედური ენით გვიყვება ძალიან ძალიან ცოცხლად და საინტერესოდ. 1901 წელს ლორენცო გიბერტიმ და ბრუნელესკიმ მონაწილეობა მიიღეს კონკურსში. მათ უნდა შეექმნათ ბრინჯაოს კომპოზიცია სანტა მარია დელ ფიორეს ბაპტისტერიუმის კარისთვის, რომელიც უნდა ყოფილიყო ესეთ კვადრატულ ჩარჩოში. ახლა თქვენ ხედავთ სწორედ ამ საკონკურსო ნიმუშებს. პირველი არის გიბერტი, მეორე არის ბრუნელესკი. და თემა იყო მ, ისააკის მსხვერპლშეწირვა. ეს იყო, მეგობრებო, არა მხოლოდ ტექნიკური ოსტატობის გამოცდა, არამედ ახალი ენის ძიება, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა გოთიკური ტრადიცია, მხატვრული ტრადიციები, ხო? და აი რაღაცა ახალი რენესანსული ჰარმონია და ახალი რენესანსული მხატვრული ენა უნდა დაემკვიდრებინა. და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ეს კონკურსი გაიმართა, ლორენცო გიბერტიმ არა მხოლოდ ჟიურის წევრებს წარუდგინა ეს თავის ნამუშევარი, არამედ გამოფინა, რომ აი გამვლელებსაც ენახათ. და საბოლოოდ, მოკლედ, გაიმარჯვა ლორენცო გიბერტიმ. რის შემდეგაც არის ესეთი მოსაზრება, რომ ფილიპო ბრუნელესკი განაწყენდა და წავიდა რომში დონატელოსთან ერთად. სხვათა შორის, ანუ რამდენიმე წყაროში მაქვს ამოკითხული, მოსმენილი. ზოგიერთი წყარო ასე ამბობს, რომ ის ნამდვილად იყო რომში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეს ვთქვათ, არ არის დადასტურებული ფაქტი, მაგრამ მოკლედ ჩვენ წავიდეთ იქითკენ, რომ კარგი ბატონო, იმოგზაურო ფილიპო ბრუნელესკიმ რომში. თავარი აქ ის არის, რომ თუ კი ეს ასე მოხდა, წყაროების მიხედვით ბრუნელესკიმ აი სწორედ იქ მოხდა მისი გარდატეხა, პროფესიული გარდატეხა. აი რომიდან ბრუნელესკი დაბრუნდა უკვე როგორც არქიტექტორი. რადგან მან შეისწავლა რომაული არქიტექტურის თავისებურებები. ესე იგი, აკეთებდა იქ ჩანაწერებს, ჩანახატებს, იხაზავდა, სწავლობდა როგორც მათემატიკურად, ისე მხატვრულად, აი ამ რომაული არქიტექტურის ნანგრევებს, რომელიც არის, ესე ვთქვათ, ანტიკური, ხო? ანტიკური ხელოვნების ნიმუშები. და სწორედ აი იქიდან დაბრუნებულმა ფილიპო ბრუნელესკიმ შემოიტანა, ესე ვთქვათ, ახალი არქიტექტურული ენა და აი ყოველთვის როცა საუბრობ ხოლმე ბრუნელესკიზე, აღნიშნა რომ მთავარი არის ის, რომ ის იყო ექსპერიმენტატორი. ანუ რომ არა მისი ექსპერიმენტები, არქიტექტურული ექსპერიმენტები, ჩვენი თანამედროვე არქიტექტურაც კი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. იცით რა, ჩვენი თვალი უკვე მიჩვეულია, ძალიან ბევრი რამე ნახეთ ფილიპო ბრუნელესკის მერე ძალიან შეიცვალა, ხო, ქალაქებიც, არქიტექტურას და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის როცა ვსაუბრობთ ხელოვანზე, აუცილებლად მის ეპოქას უნდა ვუყუროთ იმ თვალით, როგორითაც უყურებდა იმ ეპოქის ადამიანი, ხო? და ამ თვალსაზრისით ფილიპო ბრუნელესკი არის უდიდესი ექსპერიმენტატორი, არქიტექტორი, რომლის ძალიან თამამმა იდეებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ არქიტექტურულ ენას. მისი სახელი, როგორც არქიტექტორის სახელი, პირველად ჩნდება 1417 წელს. საკმაოდ გვიან, ხო? და ისიც უნდა აღინიშნოს და ესეც ძალიან მომეწონა, როცა მის ბიოგრაფიას ვეცნობოდი, რომ თავდაპირველად ბრუნელესკი საერთოდ არ უყურებდა თავის თავს როგორც პროფესიონალს. პროფესიონალ არქიტექტორს, ხო? ის ძალიან მოულოდნელად გახდა ცნობილი. ეს ძალიან შთამაგონებელი არის, სხვათა შორის, პირადად ჩემთვისაც, ხო? იმიტომ რომ თავარი არის, რომ მისდიო საკუთარ ინტერესებს, საკუთარ სურვილებს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თქვათ რა გამოცდილებები გაქვს, ხო? იმიტომ რომ აი შეიძლება რომ აი ადამიანი, რომელიც ოქრომჭედელი იყო და სხვათა შორის მხატვარიც და მოქანდაკეც, ხო?
თავის თავს არ უყურებდა როგორც არქიტექტორს, მაგრამ საბოლოოდ მისი სახელი სწორედ ასე ჩაიწერა ისტორიაში. 1421 წელს დოკუმენტებში, ანუ ამ პერიოდის დოკუმენტებში ის მოხსენიებულია როგორც გამორჩეული გონების კაცი, აღსანიშნავი ოსტატობით და კეთილშობილებით. 1429 წლიდან ის ფაქტობრივად უკვე იკავებს ფლორენციის მთავარი არქიტექტორის პოზიციას და ძირითადად მუშაობს სახელმწიფო და საზოგადოებრივ შეკვეთებზე. ხო, ისი აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მედიჩების პერიოდის ფლორენცია, ფილიპო ბრუნელესკი არასდროს არ გამხდარა უშუალოდ მედიჩების არქიტექტორი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რენესანსულ ხელოვნებას როცა გავდივართ ხოლმე, ვიცით, რომ ბევრი ხელოვანი სწორედ მედიჩების სახელთან იყო, მედიჩების ოჯახთან იყო დაკავშირებული, ხო? მაგრამ ნუ ფილიპო ბრუნელესკი ამითაც გამორჩეული იყო, მოკლედ. და კიდევ ერთი რამ, რასაც შევეცდები ჩვენი აი ამ შეხვედრების განმავლობაში, იქნება ის, რომ ძალიან მინდა რომ ამ ადამიანებზე ვისაუბროთ ზედმეტი ეს პათეტიკის გარეშე, არ მინდა დაგიხატოთ ფილიპო ბრუნელესკი როგორც რაღაცა რა თქმა უნდა ის არის გენიალური შემოქმედი, მაგრამ რა თქმა უნდა მას ჰქონდა თავისებური ხასიათი. ხო, და მინდა რომ აი ეს რაღაც ვეცადა რომ ეს თავისებურებებიც არ გამორჩეს ხოლმე, ხო, რომ მინდა რომ აი სწორედ ეს მანძილი შევამცირო ჩვენსა და აი ამ ოსტატებს შორის. მისი სახელი დაკავშირებული იყო არამხოლოდ არქიტექტურასთან და ოქრომჭედლობასთან, როგორც აღნიშნე, მხატვრობასთან, ქანდაკებასთან, სხვათა შორის მწერლობასთან და ჰუმანისტებთანაც. ასე იგი, ჰუმანისტები იყვნენ ადამიანები, მოაზროვნეები რენესანსის ეპოქის, რომლებიც პირველ წინა პლანზე აყენებდნენ ადამიანურ ფასეულობებს და ისინი ემხრობოდნენ ადამიანის დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანის განვითარების იდეას, ხო? და მოკლედ აი ამ საზოგადოებაშიც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ფილიპო ბრუნელეს. რამდენიმე წყაროში ამოვიკითხე, რომ ესეთი ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, ანუ ის ძალიან ავტორიტეტული პიროვნება იყო აი ამ აი ასეთ წრეებში. ის იყო შესანიშნავი გამომგონებელიც. მან მოიგონა სპეციალური ბორანი, ერთ-ერთი მაგალითად რო აღნიშნოთ, რომლის პატენტიც მოკლედ მიიღო 1421 წელს, მაგრამ ნუ ეს ბორანი ძალიან პატარა მანძილზე მუშაობდა, ფლორენციამდე ვერ აღწევდა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ აქ ძალიან კარგად ჩანს ფილიპო ბრუნელესკის როგორც გამომგონებლის უნარები. აი ეს რენესანსული პერსპექტივის კანონები და აი ეს სიღრმე, რომლითაც განთქმული არის რენესანსული ხელოვნება, სწორედ ფილიპო ბრუნელესკის ნაშრომებზე დაყრდნობით შეიქმნა. ხო, აი მაგალითად არის ესეთი ფაქტი მოყვანილი მის ბიოგრაფიაში, რომ ფილიპო ბრუნელესკის რჩევების მიხედვით ავითარებდა მაზაჩო, ძალიან ცნობილი რენესანსის მხატვარი, თავის პერსპექტივას, ხო, პერსპექტივის კანონებს. და პრინციპში რა შეჭირდებოდა, ხო, ბრუნელესკის ეს სიღრმის ილუზია. მინდა რომ აი ესეც მივუსადაგო აი მის განსაკუთრებულ მოთხოვნილებას, რომ რეალობის თავისებური რეკონსტრუირება გაეკეთებინა, ხო? აი თქვათ, როგორც ზემოთ აღნიშნეს, იგი ის ხშირად ათამაშებდა ადამიანებს, ხო? აი როგორც თქვათ, რეჟისორული თვალით. და აი ეს სიღრმის ილუზიაც სწორედ რაღაცა ახალი რეალობის შექმნასთან მინდა რომ დავაკავშირო. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ის არასდროს არ დაქორწინებულა. მაგრამ არსებობს საინტერესო ფაქტი, რომ 1417 წელს მან იშვილა ობოლი ბავშვი, რომელიც აღზარდა დიდი სიყვარულით, ასწავლა ყველაფერი, თავის თანაშემწედაც გაიხადა, მაგრამ საბოლოოდ აი ამ აღზრდილმა 1434 წელს დატოვა ფილიპო ბრუნელესკის სახლი, თან გაიყოლა ძვირფასი ნივთები და ფლორენციიდან გაიქცა ნეაპოლში. თუმცა აი ზუსტად რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს ყველაფერი უცნობია.
მოკლედ, საბოლოოდ ეს რომ შევაჯამოთ ბრუნელესკის პიროვნება, მოკლედ ცნობილი იყო როგორც გამორჩეული ინტელექტით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ ესეთი მკვეთრი ხასიათი, სხვათა შორის ახლა აღარ მოვიტანე მაგალითებად, ნუ რაღაცებს უბრალოდ ვერ ისაუბრებ, იმიტომ რომ ბევრი გამავა, ხო? ძალიან ბევრი კონფლიქტი არის მაგალითად მისი ცხოვრებიდან ცნობილი კონფლიქტები ჰქონდა ხოლმე. ანუ ერთ-ერთი იყო გილბერტისთან მაგალითად და სხვადასხვა აი მის თანამედროვე ადამიანებთან გამოირჩეოდა ესეთი დაძაბული ურთიერთობებით. აა ეხლა რაც შეეხება მის მთავარ მიღწევებს, ხო? არქიტექტურულ მიღწევებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრუნელესკის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი პროექტი ეს არის სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის გუმბათი. აა ცოტა ვისაუბროთ აი ამ ტაძარზე და დღეს ახლა მე თქვენ არ დაგტვირთავთ აი ამ არქიტექტურული ტერმინებით და რაღაც ესე კონსტრუქციასთან დაკავშირებული თავისებურებებით, უბრალოდ თვალი გადავალოთ მის მნიშვნელოვან ნამუშევრებს. აა მოვიტანე სამი მნიშვნელოვანი ნამუშევარი: სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის გუმბათი, პაცის კაპელა და ოსპიდალე დელი ინოჩენტი ობოლთა თავშესაფარი. თუმცა მას აქვს კიდევ რამდენიმე პროექტიც, მაგრამ დღეს როგორც გითხარით, აი კიდევ უფრო მინდა რომ გამოკრისტალდეს თუ საით წავა ჩვენი აი ეს მომავალი შეხვედრები, ხო? დღეს ცოტა უფრო ესე ზოგადად ვსაუბრობ. აა ესე იგი, რაც შეეხება სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარს, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს არის წმინდა მარიამი ყვავილით, ხო? სანტა მარია დელ ფიორე. ესე იგი, ღვთისმშობლის სახელობის არის, რომელიც მდებარეობს ფლორენციის, ესე ვთქვათ, დუომოს მოედანზე. ეს ყვავილი, რომელიც სანტა მარია დელ ფიორეში იგულისხმება, არის შროშანი. და აი წეღან გიჩვენეთ ფლორენციის გერბი, რომელზეც გამოსახული არის სწორედ შროშანი. და სხვათა შორის აი გერბი იყო ასევე მედიჩების გერბიც, სიმბოლოც. ეს არის კათედრალური ტაძარი, ანუ ესეთი დიდი მთავარი ტაძარი, სადაც ყველაზე მაღალი იერარქიის ღვთისმსახური აღასრულებს ყველაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი აღასრულებს ღვთისმსახურებას და აა, ამ ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1296 წლის 8 სექტემბერს, რაც ემთხვევა ღვთისმშობლის შობის დღეს. და ეს ტაძარი იყო გოთიკური სტილის. ნუ ამ შემთხვევაში ხა ჩვენ ვუყურებთ ნეოგოთიკას და რენესანსს ერთად. და აი სწორედ ეს არის ინკრუსტაციული სტილია, ეს დეკორი, რომელსაც გამორჩეული არის ეს ტაძარი და ფლორენციული არქიტექტურა არის სწორედ ინკრუსტაციული სტილი. და ეს ტაძარი აშენდა მე-7 საუკუნის ტაძრის სანტა რეპარატას სახელობის ტაძრის ადგილას. სწორედ ამიტომაც არის ესეთი უცნაური გეგმა მოტანილი. უცნაური მოკლედ ჩვენთვის თორემ ძალიან ჩვეულებრივი გეგმა არის, ხო? ამ ტაძრის მშენებლობა შეწყდა გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ისიც უნდა აღენიშნოს, რომ მთელი ეს ფლორენციული მშენებლობების პერიოდი დაემთხვა ფლორენციაში ჭირის გავრცელებას და მოკლედ ძალიან დიდი შიში, ფრუსტრაცია და უბედურება გამოიწვია. ხო, აი დღის განმავლობაში შეიძლება და 200-300 ფლორენციელიც კი დაღუპულიყო აი ამ ჭირისგან. ამიტომ მოკლედ აი ეს მშენებლობა მიმდინარეობდა ძალიან ნელა. მოკლედ ყოველ წელს არქიტექტორები იკრიბებოდნენ ტაძრის საწყისი მოდელის წინ და ბდებდნენ ფიცს, რომ ამ ტაძარს აუცილებლად ბიბლიაზე ხელის დადებით დებდნენ ფიცს, რომ სწორედ იმ მოდელის მსგავს ტაძარს ააშენებდნენ, რომელიც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. და აი ამ მოდელის მიხედვით ტაძარი ითვალისწინებდა უზარმაზარ გუმბათს. რატომ? იმიტომ რომ მოკლედ სიმბოლური დატვირთვა აქვს, ხო? აი ამ ყველაფერს, ესე იგი ამ ტაძარს უნდა წარმოეჩინა ქრისტიანობის, ფლორენციის
ხო? სიდიდე, მნიშვნელობა, ეს უნდა ყოფილიყო ტაძარი, რომელიც აღიქმებოდა ყოველი შენობიდან და მოკლედ იქნებოდა დომინანტი შენობა ქალაქის ზოგად არქიტექტურულ ქსოვილში თუ სილუეტში. 1418 წელს ჩატარდა კონკურსი, მეგობრებო. სწორედ აი ამ გუმბათთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა ისევ მიიღეს კიბერტიმ და აა, ბრუნელესკიმ და სხვა არქიტექტორებმაც. საბოლოოდ კონკურსში გაიმარჯვა ლორენცო გიბერტიმ 1420 წელს, მაპატიეთ ფილიპო ბრუნელესკიმ. და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არ მინდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად და ესე იავარდებით მოფენილ გზაზე მოხდა. ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა ფილიპო ბრუნელესკის და სხვათა შორის ის ამბობდა, რომ ამ გუმბათის პროექტს არ აღასრულებდა, თუ კი მას არ დანიშნავდნენ აი მთავარ არქიტექტორად და მანამდე არც კი აჩვენებდა მოკლედ აი ამ თავის პროექტს. და ასევე ის რომ ძალიან სარისკო იყო მოკლედ აი ის პროექტი, რასაც თავაზობდა ფილიპო ბრუნელესკი, იყო ძალიან სარისკო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს იგი 1420 წელს მან გაიმარჯვა და აა, მოდი შევხედოთ ხო ესე იგი აი ამ ტაძარს ამ გუმბათს მან პირველად გამოიყენა მან პირველად დაადგა აგურის გუმბათი ტაძარს. აა, აგურები განლაგებული არის თევზის ფხის მსგავსად. აი ესეთი ფორმა აქვს. და მოკლედ რა არის მნიშვნელოვანი? მანამდე გუმბათების დადგმა ხდებოდა ხის ჩარჩოების დახმარებით, მაგრამ ყველა აცნობიერებდა, რომ ხის ჩარჩოები არ იქნებოდა ეფექტური და მოკლედ ამ შემთხვევაში ნამდვილად რაღაცა სიახლე იყო საჭირო და სწორედ ეს იყო ფილიპო ბრუნელესკის მიერ შემოთავაზებული სიახლე. მან ტაძარს გაუკეთა ორი გუმბათი, ესე იგი შიდა გუმბათი და გარე გუმბათი, რომელიც და როგორც გითხარით, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ საყრდენ ძელებზე განლაგებულიყო აი ეს აგურები. მოკლედ აგურის გუმბათი ადგას ჩვენ საყვარელ სანტა-მარია დელ ფიორეს ტაძარს. როგორც აღვნიშნე, გუმბათის მშენებლობა დასრულდა ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დაახლოებით 16 წლის შემდეგ. ესე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის, ხო? იმიტომ რომ აა ესე იგი ჩვენთვის უკვე ეს ტაძარი აღიქმება აი ამ დასრულებულ მდგომარეობაში, მაგრამ აი თვითონ ფილიპო ბრუნელესკისთვისაც კი, ხო, თქვათ ალბათ მის ცნობიერებაშიც ფლორენციის აი ამ ტაძრის ხატი, სახე არ დარჩენილა ისე, როგორც ის ჩვენს ცნობიერებაში არსებობს, ხო? ესე იგი, თვითონ ტაძარი არის, როგორც აღვნიშნეთ, ნეოგოთიკური და რენესანსული სტილის ნაზავი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სამრეკლოს რაც შეეხება, სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო ჯოტომ. ჯოტო, როგორც ვიცით, არის რენესანსის პირველი ფერმწერი, ხო? თუმცა გარდაიცვალა სამწუხაროდ, ვერ დაასრულა და შემდეგ სხვა არქიტექტორებმა დაასრულეს სამრეკლო. ეს ტაძარი მნიშვნელოვანი არის ძალიან ბევრი რამით. პირველი, როგორც აღვნიშნე, ეს არის ახალი არქიტექტურული ენა, ახალი არქიტექტურული ტექნიკა, მაგრამ მეორე არის ის, რომ ეს ტაძარი აერთიანებს ძალიან ბევრი რენესანსის მოღვაწის ნაშრომს. და ყველად არ ითვლება ხო ალბათ ეს ტაძარი რენესანსულ სიმბოლოდ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ აქ თქვათ ჯოტოს დაწყებული სამრეკლოა, რომ ფილიპო ბრუნელესკის მიერ დადგმული გუმბათი არის თავზე. აქ ჩვენ ვხვდებით შესანიშნავ რელიეფურ გამოსახულებებს, ასევე მაგალითად საათს
ასეთ რენესანსულ საათს, რომელიც ძველი იტალიური დროის მიხედვით არის შექმნილი დროის და სხვანაირად ითვლიდნენ მოკლედ დროს არა 12, არამედ 24 საათს ითვლიდნენ ისინი. აქ არის ძალიან მე უკვე გვიან, ხო, გვიანი რენესანსის პერიოდში მოხატული გუმბათი, რომლის პროექტის ავტორიც არის ჯორჯო ვაზარი. ანუ ხო, სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ აი ყველაზე ბოლოს დაედგა ეს ლანტერნა, ლანტერნაც ბრუნელესკის ეკუთვნის და რაც შეეხება აი ამ ჯვარს, თვითონ ლეონარდო დავინჩის არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ როგორც ვიცი, ლეონარდო დავინჩის მიერ გამოგონებული მექანიზმით დაადგეს აი ეს ჯვარი თავზე. მოკლედ, ანუ ძალიან ბევრი რენესანსული გენიის ენერგია არის აი ამ ტაძარში ჩადებული და აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იგი რადგან ჩვენს სერიას ქვია ადამიანი და არქიტექტურა, აი ეს ასპექტიც მინდა რომ გავითვალისწინოთ. აღარაფერს აღარ ვამბობ, რა თქმა უნდა, ბაპტისტერიუმის კარის ჭედურ რელიეფებზე, რომლის ავტორიც არის ლორენცო გიბერტი. და თუ დარწმუნებული ვარ, რომ გინახავთ, თუ კი არის ვინმე, ვისაც ეს მშვენიერი ჭედური რელიეფები არ უნახავს, აუცილებლად გირჩევთ, რომ მოიძიოთ ლორენცო გიბერტის 64-ის კარიბჭე განსაკუთრებით, რომელიც არის ისეთი ჭედური ნამუშევრები, რომ ნამდვილად თქვათ, ენა ჩაგივარდება ადამიანს, ხო, აღფრთოვანებისგან. შემდეგი, რაზეც მინდა ვისაუბრო, მეგობრებო, ეს არის პაცის კაპელა. უშუალოდ ეს ტაძარი არის სანტა-კროჩეს ტაძარი, სადაც არის მიქელანჯელოს საფლავი, სხვათა შორის. მაგრამ ეს არ არის ბრუნელესკის ნამუშევარი. აი ამ ტაძრის სიღრმეში, აი ნახეთ, სანტა-კროჩეს სიღრმეში დგას ერთი პატარა უმშვენიერესი სამლოცველო, რომელსაც ეწოდება პაცის კაპელა. მე მახსოვს სულ პირველად რომ ნახე ეს ტაძარი, დავმუნჯდი და რატომ? იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა რომ აი ასეთი საოცარი და ასეთი არაჩვეულებრივი, ხო? ანუ ჩვენი თვალი ცოტა სხვანაირ არქიტექტურას არის მეჩვეული. აი ასეთი არაჩვეულებრივი არქიტექტურა რომ შეიძლება და არსებულიყო, ხო, დედამიწაზე. და რა თქმა უნდა, მოკლედ მისი ავტორი არის ფილიპო ბრუნელესკი. აა არ ვიცი რა ვთქვა, გარდა იმისა, რომ ჯერ ერთი აუცილებლად დავაკვირდეთ იმას, თუ როგორი კომპაქტური არის, ხო, ტაძარი, ესეთი პატარა სამლოცველო, ანუ კაპელა, ასე იგი კაპელა, ეს არის პატარა სამლოცველოს აღმნიშვნელი სიტყვა. რომელშიც ჩვენ ვხედავთ ძალიან საინტერესოდ, აი სწორედ აი ეს ექსპერიმენტულად ექსპერიმენტულად ესეთ შეზავებულ ტოსკანურ და ანტიკურ არქიტექტურულ სტილს, ელემენტებს. აი, სწორედ ამ ტაძარში ძალიან კარგად ჩანს მაგალითად ფილიპო ბრუნელესკის როგორც ექსპერიმენტატორის თვალი, ხო? იმიტომ რომ რაღაცა გამორჩეული ნამუშევარი არის. ესე იგი, როგორც ვხედავთ, აქ არის ანტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი კორინთული ორდერის სვეტები, ხო? აი მთელი აი ეს ორდერი, რასაც ახლა ხაზს უსვამ, ეს არის სწორედ ანტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თაღი, რომელიც რომელიც ეყრდნობა სვეტებს, ესაც ვიცით, რომ არის რომაული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი, ძალიან სადა, დეკორატიული და რენესანსისთვის დამახასიათებელი ესეთი როგორ თქვა, დახვეწილობით, წონასწორობით შექმნილი პორტალი, ხო, აი ეს ფრონტონიანი დეკორით, აი ეს ტოსკანური მასიურობა და გუმბათი, რომელიც, ну, გარკვეული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაგვახსენებს რომის პანთეონის გუმბათს, ხო, ეს რაღაცა გუმბათის მნიშვნელობა. მოკლედ, როგორც ხედავთ, აი როგორ შეგვიძლია რომ დავახასიათოთ ეს უმშვენიერესი კაპელა.
ის არის ძალიან გაწონასწორებული, დახვეწილი, ჭარბობს, როგორც ვხედავთ, ესეთი უფრო ჰორიზონტალური ხაზები, ხო? რაც აი ამ წონასწორობის განცდას აძლიერებს. აა აი ორნამენტი, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მხოლოდ შენობაზე, მხოლოდ კედელზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ ორნამენტზეც, იმიტომ რომ აი ნახეთ აქაც როგორი დაპირისპირება არის, თქვათ, მკაცრი გეომეტრიულობა და ესეთი ყვავილოვანი ორნამენტების შერწყმა, რომელიც თავისებურ ხასიათს ანიჭებს, ხო? აი ამ არქიტექტურას. და თუ შევალთ შიგნით, შიგნით კიდე უფრო გაგვინაცდება ალბათ გული, ხო? სამწუხაროდ ჯერჯერობით არ მაქვს ეს მშვენიერი კაპელა ნანახი, მაგრამ აუცილებლად გეგმავ და დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხლად კიდევ უფრო განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს. ინტერიერს თუ შევხედავთ, აქაც არავითარი ზედმეტი, ხო? ესე შემიძლია მაგალითად დავახასიათო. ასევე ყურადღება მინდა მიაქციოთ მასალას, აი ამ რუხი და თეთრი ქვის დაპირისპირებას. ნუ, დაპირისპირებას რა? ამ შემთხვევაში არ გვაქვს საქმე კონფლიქტთან, ხო? პირიქით, ეს არის ძალიან დახვეწილი ჰარმონია, მოკლედ, აი ამ ფერის, რაც როგორც ხედავთ, ძალიან აცოცხლებს, ცოცხალს ხდის ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით ტაძრის ინტერიერს. ეს უმშვენიერესი გუმბათი, რა თქმა უნდა, თავისი, თუნდაც აი ამ წრიული ფანჯრებით, მინიმალიზმი, დახვეწილობა, ჰარმონია, წონასწორობა, აი ეს მედალიონები, ასევე რომლებიც აი ძალიან ისეთ მშვენიერ ფერად დეტალებად არის ჩართული გუმბათის ამ სივრცეებში და ხო, უნდა აღვნიშნო, რომ აქ გამოსახულნი არიან წმინდა წერილის ავტორები, 4 ავტორი. ხო და რაც შეეხება ბრუნელესკის, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთვის ახლა ეს არ გამოიყურება რაღაც სიახლეთ, ხო? აა იმიტომ რომ ჩვენ თველი უკვე მიეჩვია ასეთ არქიტექტურას, მაგრამ როგორც აღნიშნე, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, რის შემდეგ ხდება ეს. ეს ხდება აი ამ გოთიკური არქიტექტურის შემდეგ, არქიტექტურული ფორმების შემდეგ, რომელიც გამორჩეული არის უფრო ესეთი გადატვირთულობით, ხო? და ესეთი ზემსტრაფი ფორმებით და ასე შემდეგ და ასევე მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ფილიპო ბრუნელესკიმ ერთ-ერთი რაც გააკეთა, ეს არის ის, რომ არქიტექტურა მოარგო ადამიანს. პროპორციები, ხო? ესე იგი, როდესაც ჩვენ ვუყურებთ რენესანსულ არქიტექტურას და ნუ ამ შემთხვევაში ფილიპო ბრუნელესკის შემოქმედებას, ს- ა, სიტყვები, რომლითაც შეგვიძლია დავახასიათოთ, ეს იქნება რა? ესე იგი, პროპორციები, ჰარმონია, წონასწორობა, სისადავე, მაგრამ სისადავეში არ იგულისხმება უბრალოება, ხო? ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს უბრალოა, მაგრამ არის ძალიან სადა. და და ასევე ვხედავთ ანტიკური არქიტექტურის გავლენას. ესე იგი, ნახეთ რა არის საინტერესო, ფილიპო ბრუნელესკიმ აიღო ანტიკური არქიტექტურა, რომელსაც ჰქონდა თავისი ძალიან კონკრეტული ხასიათი და ის მას ის მოარგო თავის ეპოქას, რომლითაც დაიბადა ახალი არქიტექტურული აზროვნება. სწორედ ამიტომაც არის ის, მოკლედ, ძალიან დიდი შემოქმედი. და მესამე, რომელიც მინდა რომ გიჩვენოთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ოსპიდალე დელი ინოჩენტი, ანუ ობოლთა თავშესაფრის აი ეს ლოჯია, რომელიც გამოდის მოედანზე, აი გიჩვენებთ, ეს არის ბრუნელესკის მიერ დაპროექტებული ორიგინალი შენობის ციფრული რეკონსტრუქცია, სწორედ ეს არის ბრუნელესკის ავტორობით შექმნილი. აა ეს არის 70 მეტრის სიგრძის ლოჯია, რომელსაც აქვს, ნახეთ, 9 ნახევარწრიული თაღისგან აა
შექმნილი ესეთი ღია შესასვლელი, რომელიც ეყრდნობა კომპოზიტურ ორდერებს. აი, სხვათა შორის, კომპოზიტური ორდერიც, ნახეთ, ფილიპო ბრუნელესკიმ გამოიყენა ოსპიტალე დელი ინოჩენტის არქიტექტურულ დეკორატიულ სისტემაში. კომპოზიტური ორდერი ეს არის, როგორც ვთქვათ, აი ესეთი იონური ვოლუტები, სადა კორინთული აკანთის ფოთლების ესეთი მშვენიერი შერწყმა. მოკლედ, ну, დაახლოებით რომ ვიცნობთ ხოლმე, ხო? კორას ნიშნავს კომპოზიტური ორდერი, იმიტომ რომ გვაქვს დორიული, რომელიც არის ყველაზე სადა, იონური, რომელიც არის ესეთი ხვეულებით. და კორინთული აკანთის ფოთლებით და გვაქვს კიდევ ტოსკანური ორდერი, ეგრეთ წოდებული რომაული დორიული და არის კიდევ ესეთი მეხუთე კომპოზიტური ორდერი. და სწორედ კომპოზიტური ორდერები ამშვენებს აი ამ ობოლთა თავშესაფარს. რითი არის მნიშვნელოვანი აი ეს არქიტექტურული ნაგებობა? სიახლეა, მეგობრებო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპული არქიტექტურა უკვე ჩვენ ვეღარ წარმოგვიდგენი აი ასეთი ლოჯიების გარეშე, ხო? მაგრამ ფილიპო ბრუნელესკი იყო პირველი, რომელმაც აი ესეთ არქიტექტურულ ექსპერიმენტებს ჩაუყარა საფუძველი. და რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი როგორც დასაწყისში აღვნიშნე, რომ თბილისი თავისი ღია აივნებით ქმნის გარკვეულ ხასიათს, ხო? ნახეთ, ღია, ღია ლოჯია, რომელიც თითქოს გეპატიჟება, ხო? ანუ აი ამ შენობაში ადვილად შეხვალ. დისტანციას არ გიჩენს, ხო? აი მინდა რომ სწორედ ამ ასპექტებზე გავაკეთო აქცენტი ამ შემთხვევაში. აა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს მედალიონები, რომელიც არ ეკუთვნის ბრუნელესკის, უბრალოდ დამახასიათებელი არის აი ამ ფლორენციული არქიტექტურისთვის მედალიონები, რომლებშიც ხედავთ პატარა ბავშვების გამოსახულებებს. იმიტომ რომ ეს იყო ობოლთა თავშესაფარი, სადაც ობლები სწავლობდნენ, ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ, სხვათა შორის, ესე იგი, აქედან ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ ოსტატები, ხოლო გოგოები უკვე გამზადებული მზითვით, როდესაც გაიზრდებოდნენ, ესე იგი, უნდა გათხოვილიყვნენ. დღესდღეობით აქ არის მუზეუმი. და რაღაცაზე მინდოდა კიდევ გამეკეთებინა აქცენტი. ხო, აი ეს თაღები, რომლებიც ეყრდნობა სვეტებს, როგორც აღვნიშნე, გამორჩეული დამახასიათებელი არის რომაული არქიტექტურისთვის და აი აქაც გვაქვს იგივე, ნახეთ, ესე იგი, ქვედა სართული, აი ეს ბრუნელესკის ლოჯია არის ძალიან მსუბუქი და აქაც გვაქვს ესეთი არქიტექტურული კონტრასტი, ხო? მსუბუქისა და მასიურის დაპირისპირება, რომელიც მოდი ვაღიაროთ, რომ საერთოდ არ გვიქმნის რაღაცა არაჰარმონიულობის განცდას პირიქით, ხო? მოკლედ, ფილიპო ბრუნელესკი გარდაიცვალა 1456 წელს, 69 წლის ასაკში, მეგობრებო, და ის დაკრძალული არის, სად იქნება დაკრძალული თუ არა, სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარში.